დავით ჯიქია მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად მე-18 მიკრორაიონში გამართა. ქალაქის მერის საცხოვრებელ კორპუსებში არსებული პრობლემებით დაინტერესდა და ადგილობრივი მაცხოვრებლების პოზიცია პირადად მოისმინა. შეხვედრას სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და მერის მოადგილე დავით სხირტლაძე დაესწრნენ. მე-18 მიკრორაიონის მოსახლეობამ წლების განმავლობაში საცხოვრებელ კორპუსებსა და ეზოებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერს შეხვედრაზე მიაწოდეს. დავით ჯიქია კონკრეტული საკითხებით დაინტერესდა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა უკვე რამდენიმე წელია. მიტოვებული შენობა ნაგებობის სამშენებლო ნარჩენებია. რუსთავის მერის განცხადებით შესაბამისი სამსახურები პრობლემას დეტალურად შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გარდა ამისა, მე-18 მიკრორაიონის სამივე კორპუსის მოსახლეობის თხოვნა ეზოებში საბავშვო მოედნის კეთილმოწყობას და შიდა გზების რეაბილიტაციას შეეხებოდა. ბატონ დავით ჩვენ ველაპარაკეთ რა პრობლემები გვაქვს აგერ არის ძალიან დაბინძურებული გვაქვს იქით მე-18-ის 12 ბეს მიმდებარე ტერიტორია რომელიც გადასწორებას მოვითხოვთ სკვერი გვაქვს საბავშვო სკვერი და მისახედი არის და დაგვირდა რომ ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო ასფალტის დაგებას დაგვირდნენ და ჩვენ მოსახლეობა გამოვიდა ძალიან გულთბილად მივიღეთ ძალიან კმაყოფილები დავრჩით იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი დაპირება მივიღეთ და ნახოთ შეხედოთ იმედია შეგვისრულდება და გაკეთდება ყველაფერი. შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის საკითხებში დავით სხირტლაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით მიმდინარე წელს მე-18 მიკრორაიონში ეზოების რეაბილიტაცია და შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება იგეგმება. რაც შეეხება სკვერებისა და საბავშვო მოედნების კეთილმოწყობას, აღნიშნული პროექტისთვის თანხები 2014 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. მიმდინარე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ შიდა ეზოებს. ხოლო რაც შეეხება სკვერებს, დავითვლით ეს ბიუჯეტში როგორ შეიძლება განისაზღვროს და აუცილებლად გავითვალისწინებთ მოსახლეობის თხოვნას. ქალაქის მერი დავით ჯიქია მოსახლეობასთან შეხვედრებს მთელი კვირის განმავლობაში გამართავს.